საუფლო დღესასწაულის მთავარი მოვლენა მეორე სვირში ხარების სახელობის ტაძარი ეკურთხა მრევლისა და მღვდელმთავართა დიდი სტუმრიანობა და ახალი ტაძრის გახსნის ცერემონიალი დღის გამოშვებაში. ფეროშენოდნელთა ქარხნის პირველი საამქრო საკაზმეზუს მიმღები პუნქტის რეკონსტრუქცია დასრულებულია საწარმოს მორიგი ინოვაციური პროექტის პრეზენტაცია საინფორმაციო გამოშვებაში. მეშვიდე საჯარო სკოლაში დედაენის დღის აღსანიშნავად კვირეული დაიწყო დღეიდან 14 აპრილამდე ყველა დღე დატვირთულია რა იქნება კვირეულის აკორდი. მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში ახალი ტაძარი გაიხსნა. სოფელ სვირის ხარების სახელობის მოქმედი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულზე მეუფე მელქისედეკმა აკურთხა. ეპარქიის საჭეთმყრობელმა სხვა ეპარქიის პირველ პირებთან ერთად საზეიმო წირვალოცვაში ასრულა და მრევლი დალოცა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მეუფეებს, რომ ამ გამორჩეულ დღეს, ამ უდიდეს დღესასწაულზე მათ დატოვეს თავიანთი ეპარქიები დროებით, რომ აქ ყოფილიყვნენ და ჩვენი ეს უდიდესი სიხარული გაეზიარებინათ. ამისათვის უღრმესი მადლობა ამ დიდი თანადგომისთვის, ამ დიდი სიყვარულისთვის და ყველაფრისთვის, რასაც გენავლეთ ამ ეპარქიისთვის, ჩემთვის და ნებისმიერი ჩვენი ეპარქიის შვილისათვის. ეს ტაძარი სახია ჩვენი ქვეყნისა და ჩვენს ქვეყანას სჭირდება ძალიან სერიოზული აღშენებლობა და განვითარება და ამ აღშენების და განვითარების განუყოფელი და ერთ-ერთი მთავარი სახე არის ჩვენი სულიერი განსპეტაკება და გამშვენიერება, რათა მყარად დავდგეთ ამ რთულ პერიოდში, კიდევ უფრო მყარად დავდგეთ ჩვენ საყრდენებზე, ჩვენ საძირკველზე. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი, ვინც ამ დიდებულ საქმეში მიიღო მონაწილეობა და აქ არაერთი ადამიანი შრომა ჩაიდო და მინდა მივულოცო ეს მარგვეთისა და უბისის ეპარქიას უშუალოდ ამ სოფლის მეორე სვირის მოსახლეობას. ტაძრის აშენების იდეა 3 წლის წინ ადგილობრივ მეცენატ ბეჟან წაქაძეს გაუჩნდა. სვირის მკვიდრმა სრულად დააფინანსა ეკლესიის აგების ხარჯები. ხარების ეკლესიის გახსნას დღესის თავადაც ესწრებოდა. მეცენატმა სვირელებს ახალი ტაძრის გახსნა მიულოცა. ლამაზი დღეა დღეს მეორე სვირში ზესტაფონის რაიონში ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოვიდა და ჩვენთან ერთად ზეიმობენ ამ შესანიშნავ დღეს. მრავალი დაესწრო ჩვენი ქვეყანა ქრისტიანული სარწმუნება და ეს ლამაზი ტაძარი, რომელიც ღვთის წყალობით აშენდა ზესტაფონში, კერძოდ მეორე სვირში, იქნება სულიერების კიდევ ერთი კერა საქრისტიანოს. გილოცავთ ყველას, ვილოცავ ყველა აქ მომხდურს, ვილოცავ მთელ ზესტაფონს, მთელ საქართველოს ასეთ ლამაზ დღეს. ხარების დღესასწაული და ახალი ტაძრის კურთხევა მიულოცეს სრულიად საქართველოს და ზესტაფონს ქართული კულტურისა და ხელოვნების გამოჩენილმა მოღვაწეებმაც და ბეჟან წაქაძეს სასიკეთო საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს. ყველაფერი უფლის ნება არის ამ ქვეყანაზე. აი ახლა ეს ეკლესია აშენდა, რომლის წინაშე ქეცვიხლე და მოხსვიდე მის წინაშე. უბრალოდ გადმოხვდა ჩვენ საქართველოს ფუჭის დღეს რაღაცა ვერავართ კარგად ერთი მეორეში და უნდა განვიწმინდოთ, თორე სხვანაირად ჩვენ ვერაფერი არ გვეშველება. ბატონი ბეჟანი ჩვენი მეგობარია, ძალიან წარმატებული ადამიანია, კარგი ქართველია, მაგრამ წარმატება შვილო არ განისაზღვრება, შენი წარმატება თუნდა ებრძოლოს სიკვდილს. და დიდი კონსტანტინესი არ იყოს და სიკვდილთან ბრძოლა არის აი ღვთის სახლის და ღვთის სიყვარულში დევს სიკვდილთან ბრძოლა და ეს არის აი ასე უნდა იღვაწოს ყველა ეკონომიურად ძლიერმა და არაეკონომიურად ძლიერმა ქართველმა. ტაძრის გახსნის ცერემონიაზე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომელთაც დადებითად შეაფასეს სვირელებისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი.
ძალიან დიდი ზეიმია, მე მინდა პირველ რიგში მიულოცო სრულიად საქრისტიანოს, მართლმადიდებლებს, ხარების მწყინვარი დღესასწაული, დღეს სოფელ სვირში ეკლესია აიგო, რომლის კურთხევაც არის ხარების სახელობის, რომელიც ჩემმა მეგობარმა ბეჟან წაკაძემ ააგო მისი დახმარებით, შეწირულობით და აი მაგისათვის ჩამოვედი დღეს, როგორც იტყვიან ერი და ბერი აქ არის ძალიან ბევრი სტუმარი არის და მე მინდა მიულოცო პირველ რიგში ზესტაფონელებს, იმერეთს და სრულიად საქართველოს ეს ლამაზი დღესასწაული. მე უკვე მაკურთხა ახალი ტაძარი, ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარი, ეს ნამდვილად დიდი საქმეა. სოფლის ცენტრში არ იყო ტაძარი და მოსახლეობას უხდებოდა სხვადასხვა ტაძრებში წასვლა, სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულებზე და ძალიან სასიხარულო ფაქტია, მე მინდა მიულოცო სვირის მოსახლეობას და მე მინდა მიულოცო ზესტაფონის მოსახლეობას, სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე, სულ გახარებული აყოფოს ჩვენი ერი მართლა. მესამე მოქმედი ტაძარი სვირში ადგილობრივების განცხადებით ის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელიც დიდ როლს შეასრულებს მოსახლეობის წმენაში გამტკიცების საქმეში. უპირველესად სრულიად საქართველოს ულოცავ ხარების მწყინვარი დღესასწაულს და განსაკუთრებით დღეს დიდი ზეიმია სვირში, რადგან გაიხსნა ძალიან კარგი ეკლესია ხარების სახელობის, რომელშიც ძალიან დიდი წვლილი და დიდი დამსახურება მიუძღვის ჩვენს თანასოფლელს ბატონ ბეჟან წაკაძეს, რომ არა მისი სიყვარული სოფლისადმი, სიყვარული სარწმუნოებისადმი ეს დიდი ტაძარი არ გვექნებოდა. ძალიან დიდი მადლობა მას ასეთი დიდი სიხარულისთვის. სვირში უკვე მესამე მოქმედი ტაძარი და ეს არის ძალიან დიდი სიხარული ჩვენთვის. განსაკუთრებით მახარებს, იმიტომ მე სვირელი ვარ და ღმერთი შეეწიოს ჩემს სოფელს, სრულიად საქართველოს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ჯორჯიან მანგანესში ინფრასტრუქტურის მოწყობისა და საწარმოს განვითარებისთვის მუშაობა გრძელდება. მორიგი ინოვაციური პროექტი ნომერ 1 საამქროს საკაზმე ეზოს ნედლი მასალების მიმღები პუნქტის რეკონსტრუქცია, რომელიც ბუნკერებზე კაზმის მიწოდების სქემის შეცვლის მიზნით განხორციელდა. შედეგად კი უბანზე ყველა სახის საკაზმე მასალის მიწოდება სარკინიგზო საშუალებების ნაცვლად ავტომანქანებით გახდა შესაძლებელი. ეს თავის მხრივ ღუმელებისთვის კაზმის შეუფერხებელი მიწოდებისა და მისი ცვლილების ოპერატიულობას განსაზღვრავს. სულ ვაგონებით ხდებოდა ხოლმე მასალების შემოტანა საამქროს მიმღებ ღვიმირებზე. დღევანდელ სიტუაციაში შეიძლება დაჭირდეს 10% ვაგონებით შემოტანა, 80-80% შემოდის მანქანებით. ამით გაუმჯობესდა ის, რომ უფრო მობილური გახდა ეს საქმის შესრულება. გაუმჯობესდა ის, რომ დამტვერიანება და დაბინძურება შემცირდა. და უკვე თითოეულ ღვიმირაში მიღებული მანქანით პროდუქცია დაუკარგავად და მაშინაც არ იყო დანაკარგი, მაგრამ ეს უფრო მობილური გახდა, უფრო სუფთა გახდა, ეკონომიური მაჩვენებლებითაც უფრო მეტ გათვლით და ბუნებრივადაც ასე იქნება, უფრო იზოგება ამ შემთხვევაში შემოტანაზე მასალებზე თანხა და ასევე რასაც მიჩერები ვართ, ეს სილამაზე ახანა უკვე წლობით გასტანს და საუკუნეები იქნება. ესე იგი საამქროსთვის ეს არის შველა იმ კუთხით, რომ მაშინაც მუშაობდით ჩვენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა უფრო მობილური გახდა, უფრო ეკონომიური გახდა და უფრო მისაღებია, როგორც მისაღებად, ასევე დაცლის დროსაც პრობლემები არ ექნებათ. აქ ადრე ჩამოდიოდა ნედლი მასალები უშუალოდ რკინიგზით. ეხლა უკვე ჩამოგვაქვს ავტომანქანებით. ეს დღის განმავლობაში ღამე იქნება, დღე იქნება, მნიშვნელობა არ აქვს, ესე იგი უპირატესობა ისა რომ გაუმჯობესდა მასალების ჩამოტანა უფრო ადვილად ხდება, უფრო ეკონომიური არის ამ შემთხვევაში. ქარხანაში მიმღები პუნქტის რეკონსტრუქციის დასრულებასთან დაკავშირებით მოწყობილ პრეზენტაციაზე საწარმო ტექნოლოგიურ საკითხებთან ერთად პროექტის ესთეტიკურ მხარეზეც გაკეთდა აქცენტები. დაახლოებით 5-6 კვადრატული მეტრის ფართობი გახლავთ მობეტონებული, დაახლოებით 20-25 სანტიმეტრის სისქის ფენილით, ამავდროულად დაახლოებით 150 მეტრ სიგრძეზე გაკეთებული არის აქვე ადგილზე ამოღებული სალიკლდის მონგრევის შედეგად მიღებული ქვებიდან გაკეთებული გაბიონებით არის ეს კედელი გაკეთებული და მთლიანობაში ამ პროექტმა ქარხანას მისცა საშუალება, რომ ავტომანქანის საშუალებით შევძლოთ ჩვენ პირველ საამქროში საკაზმე მასალების მიწოდება. ეს შეეხება ყველა სახის საკაზმე მასალას, კოქსია, კვარციტია, მადნების სხვადასხვა სახეობის, არის უკვე იმის შესაძლებლობა
რომ ავტომანქანით მოვიტანოთ და ოპერატიულად მივაწოდოთ ღუმელზე. როცა აქამდე ამის საშუალება არ გქონია. ოპერატიული თვალსაზრისით უფრო მიზანშეწონილია. ძალიან მალე ჩვენ შეგვიძლია გვინდა ვთქვათ ერთი შენადნობიდან გადავიდეთ მეორე შენადნობზე. ან არ გვაინტერესებს ეს ხარისხი და გვინდა გავაუმჯობესოთ. უკვე ოპერატიულად ძალიან მალე დროში შეგვიძლია შევკვეცოთ ეს ყველაფერი. 15-20 წუთში ჩვენ შეგვიძლია ახალი კაზმი მანქანებით მივიღოთ. და შესაბამისად შემდეგ გადავიტანოთ დოზატორებზე და მივცეთ დავალება. აღნიშნული რეკონსტრუქცია იმ საინტერესო საინვესტიციო პროექტის გაგრძელებაა, რომელიც გასული წლის ოქტომბერში ახალი სასორის გახსნით დაიწყო. სასორი თანამედროვე კონტროლის სისტემით არის აღჭურვილი და მციმეწონიანი მანქანები ზუსტ მასას აფიქსირებს. იდეის ავტორი კომპანიის ინვესტიციების სამსახურის ხელმძღვანელი ვადიმ ბრესლავეცი გახლავთ. ბუნკერების თავზე ვრცელი მოედნისა და გზის მოწყობა პროექტის მეორე ფაზა და კომპლექსის შემადგენელი ნაწილია, რაც დატვირთულ ტრანსპორტ საშუალებას აძლევს საკაზმე მასალები 12-ვე ხვიმირაში დანიშნულებისამებრ ჩაცალოს. აღნიშნული უბნის კეთილმოწყობა აქ არ სრულდება. მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია სამმართველო აპარატთან დამაკავშირებელი გზისა და შემოსასვლელის რეკონსტრუქციაც. ასევე მიმდინარეობს უბნის მწვანე საფარით განაშენიანების პროცესიც. საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ. ამ სახელწოდების კვირეული მე-7 საჯარო სკოლაში ზედა საქარელი ილია აბულაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული პრეზენტაციით დაიწყო. ჯეოკლასის აუდიტორიაში გამომსვლელები ერთხმად აქცენტირებდნენ მისი როგორც ქართული ხელნაწერის მცველისა და მოამაგის როლსა და მნიშვნელობაზე, რომლის უშუალო დამსახურებაა ქვეყანაში ხელნაწერთა ინსტიტუტის დაარსება. ილია აბულაძე, როგორც ჩვენ გავეცანით მის მოღვაწეობას, ძალიან დიდი ადამიანი იყო, დიდი პიროვნება იყო და სწორედ მისი ღვაწლით მოხდა, რომ დღეს საქართველოს აქვს დიდი სიმდიდრე, რასაც წარმოადგენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, რაც დიდი სიმდიდრეა საქართველოსადმი. და ჩვენ გავეცანით ამ პიროვნების მოღვაწეობას, მნიშვნელოვან სულებს მის ცხოვრებაში, რომელიც დიდარია ჩვენთვის, დღევანდელი თაობისათვის და ეს დიდი მაგალითი იქნება მომავალი თაობებისათვის და ჩვენთვისაც, რომ მივაქციოთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს და არ დაუკარგოთ ეს საქართველოს ეს სიმდიდრე. ის იყო ჩვენი თანამემამულე სოფელ ზედასაქარიდა, რომელმაც თბილისში დააარსა ხელნაწერთა ინსტიტუტი. ჩვენ გავეცანით მის მოღვაწეობას და ასევე ვიყავით მის სახლში, რომელიც იქ გარდაგვხვედრია მართალია კარგი მდგომარეობა, რადგან მიტოვებული არის ის სახლი და მას ყავდა ძალიან ბევრი დედმამიშვილი ყავდა და მათგან არც ერთი აღარ ცხოვრობს იქ. ილია აბულაძის საზოგადოებრივი ღვაწლის მოძიებას შეფასებისა და მისი სახლკარის მონახულების შემდეგ ღონისძიების ორგანიზატორებს მოკრძალებული იდეა გაუჩნდათ და ახლა ფიქრს იმაზე იწყებენ, როგორ შეიძლება გამოჩენილი ბიოგრაფიის პატრონი საზოგადო მოღვაწის საცხოვრებელი სახლი გარკვეული ყურადღების ქვეშ მოაქციონ. ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება იყო ქალაქისათვის. მოსწავლეები ძალიან დაინტერესდნენ ამ ადამიანით და ჩვენ საქარაშიდაც ვიყავით, ზედა საქარაში, სადაც მისი ასე ვთქვათ ნასახლარია უკვე დარჩენილი. გადავიღეთ იქ სურათები და გულსატკენია, რომ ასეთი დიდი ადამიანი ამ ჩვენი თანაქალაქელი ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება, რომელიც არა მარტო საქართველოს მეცნიერებაში იყო მნიშვნელოვანი და საინტერესო ფიგურა, არამედ მსოფლიო მეცნიერებაში არის მისი სახელი ცნობილი, ასე მოულელი და უპატრონოა მისი სახლკარი დღეს და გეგმავთ ამასთან დაკავშირებით რაღაც ჩვენ პედაგოგები ვაპირებთ რომ დავაყენოთ ინიციატივა ქალაქის გამგეობის წინაშე იქნებ მოგვეხმარონ და რაღაცნაირად იქაური მოსახლეობის თხოვნაც არის ეს, რომ გვერდში დაუდგენ და რაღაც იქნებ ძრები იყოს სასიკეთო ამ მხრივ. აქედან მოყოლებული ყველა მომდევნო დღე მშობლიური ენისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებით იქნება დატვირთული, მათ შორის მე-7 სკოლის ქართული ენის კათედრამ გიორგი კორნაპელისა და ზურაბ კვეტენაძის შესახებაც გაითვალისწინა პრეზენტაციების წარმოდგენა. ლიტერატურული კლუბი კი კვირეულის ფარგლებში დისკუსიის მოწყობას გეგმავს. ასევე კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია თხზულებების კონკურსი. კონკურსში ჩართულია რაიონის ყველა საჯარო სკოლა. დღეს არის ბოლო დღე, აიკრიბება ნაშრომები შექმნილი ბავშვების მიერ, მოსწავლეების მიერ და გასწორდება შესაბამისი კომისიის მიერ და ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სიურპრიზები ელოდებათ გამარჯვებულ მოსწავლეებს.
ხუთშაბათს 14 აპრილს, როცა სრულიად საქართველოს მშობლიურ დედაენას კიდევ ერთხელ მორიგ პატივს მიაგებს. მე-7 სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ცენტრალურ მოედანზე ფლეშმობს მოაწყობენ და საცნობარო ხასიათის ბუკლეტებს გაავრცელებენ. მოგვიანებით კი ღონისძიების მონაწილეები სკოლაში გადაინაცვლებენ, სადაც დიდი ღონისძიება უნდა მოეწყოს, რომელიც დედაენის დღისადმი მიზღვნილი კვირეულის აკორდი იქნება.